სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის წიგნის ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ერთი სრულყოფილი ცხოვრება, უფალი იესოს სრული ისტორია. ჩვენ ვართ მეოთხე ნაწილზე და ეხლა განვიხილავთ ქვეთავს მეოთხე ნაწილის 34 თავს. იესოს ნაზარეთში უარყოფენ და ეს მხოლოდ ლუკასა აქვს დეტალურად აღწერილი. თუ ნახეთ იქ ნახსენები იყო, რომ სამშობლოში დაფასებული არ არის იოანესთან მოძღვარი და წინასწარმეტყველი და აქ უკვე დეტალურად ნახავთ ეს რა ხდება აქ. ჩვენი ეს თავი ნაწილი 33 ნაწილი ხომ არის ერთი წლის აღწერა პასექიდან პასექამდე 27 წლის პასექიდან 28 წლის პასექამდე მოვლენები და ეხლა აი ეს შემდეგი ეს ხდება მოვლენების ამ რიცხვში. ჩვენ ნახეთ იოანემ აღწერა ის ორი სასწაული, ერთი კანაში ღვინოთ ქცევა, შემდეგ განკურნება მოხელისა მეფისა და არაასის თავისა, რომელსაც მე ჩვენ უკვე მათე მოგვაწვდის და მანამდე კი აი ეს ხდება ეხლა ნაზარეთში რომ იდის და სინაგოგაში შედის. ცნობილი ადგილია ძალიან. ლუკას სახარება მეოთხე თავი, მე-16 მუხლიდან წაგიკითხავთ. მანამდე 14-15-ში იყო რომ გალილეაში დაბრუნდა, მარკოს მაცას აღწერა და მიდის ნაზარეთში. მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა. აი ნაზარეთში გახსოვთ რომ დააფუძნენ, დაბრუნდნენ იქა და ნაზარეველი ეწოდებოდა, ხომ გახსოვთ? და ჩვეულებრისამებრ შაბათ დღეს შევიდა სინაგოგაში და დადგა წასაკითხად. და მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, გაშალა წიგნი და ნახა ადგილი, სადაც ეწერა. უფლის სულია ჩემზე, რადგან მან ცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემოსრულთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად. დახურა წიგნი, სახურს გადაცა და დაჯდა. სინაგოგაში ყველა მას მისჯერებოდა და დაუწყო მათ ლაპარაკი. დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ. ყველამ დაუმოწვა, გაუცებულიყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით. თან ამბობდნენ, ეს იოსების ვაჟი არ არის? უთხრა მათ, თქვენ უეჭველი ასეთ ანდაზას მეტყვით, კურნალო, განიკურნე თავი შენი. აქაც შენს მშობლიურ ქალაქშიც მოახდინე ის, რაც კაპერნაუმში მოგიხდენია, როგორც გავიგეთ. უთხრა, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არ არის მიღებული თავის სამშობლოში. ჭეშმარიტებით გეუბნები თქვენ, მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როცა დაიხშო ცა 3 წელიწადსა და 6 თვეს ისე, რომ დიდი შიმშილობა იყო მთელ ქვეყანაზე. და არც ერთ მათგანთან არ იქნა მივლინებული ელია, გარდა ქვრივი დედაკაცისა სიდონის ცარფათში. კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში, ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განწმენდილა, გარდა ნაყმან სირიელისა. ეს რომ სინაგოგაში ყოფება მოისმინეს, ყველანი ძვინვარებით აღიხსნენ. წამოდგნენ და გააძევეს იგი ქალაქიდან. იმ თვის თხემამდე მიიყვანეს, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი. მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა. ეს ფილმშიც არის კარგად აღწერილი, ლუკას სახარების მიხედვით რომ არის ცნობილი ფილმი, იცით ხო? და ეს ისტორიები, რომელიც ჩამოთვლილი ელია, ეს მეფეთა წიგნებში შეგიძლიათ უკვე თქვენ აიღოთ. ელიასა და ასევე ელისეს ამბავი და ეს მოიტანა იესომ, ნახეთ, კიდევ ძველი აღთქმას მოუხმო. ეს არის ეს მოვლენა დაწვრილებით, თუ რატომ ამბობს იმ სახარებებში, რომ წინასწარმეტყველი არ არის დაფასებული თავის სამშობლოში. აქ დეტალურად იყო მოცემული ეს შემთხვევა, მოკლაც კი დაუპირეს მას. მადლობა მოსმენისათვის.